შენზე ამბობენ ღმერთიაო, ყველაფერი შეუძლიაო. ისიც თქვეს რომ შენ შექმენი კაცობრიობა ის სამყარო და დიდ ძალაუფლებას ფლობ. ასეა? ისიც თქვეს რომ ყველაფერს ხედავ ამჩნევ, მხოლოდ სიკეთეს აფასებ და შენ გამგჭი სამჯაროზე შენივე დაყოფილ გვირაბებში, რომლებსაც ჯოჯოხეთი და სამოთხე დაარქვი. ეგეც მართალია? 10 მცნებაც დაგიწესებია, ბიბლიაც გამოუციათ შენივე ბრძანებით, რომელიც დღემდე არ წამიკითხავს. რა წერია ასეთი ყველა რჯული რომ კითხულობს? ვიცი მისმენ და არ მესაუბრები, იმიტომ რომ მე შენ არ გიცნობ და გზასაცდენილი ბიჭი ვარ, რომელმაც რწმენა დაკარგა დიდი ხანია, მაგრამ ხომ გელაპარაკები ღმერთო? ღმერთო, ხო, სწორად მოგმართავ? ანაფორებმა წამართვეს რწმენა, ხალხმა წამართვა რწმენა, შენმა შექმნილმა ხალხმა, როგორც ამბობენ, გიდნეკნი დაარქვით, გინდ ხერხემალი, ვიპარავ როცა მშია, კლავ როცა ბერები, ბრუშობ როცა ნერვები მეშლება, ზიანს ვაყენებ ოჯახს როცა მეწინააღმდეგებიან, აჰა, ხსარება მორიგი თვალხილული ბრმის, რომელიც გიწვევს სასაუბროდ და შენ არ პასუხობ. მე რომ მოვკვდები მიწაში კი არა და შენთან ამოვალ გასაცნობად. გეცინება ალბათ. ახლა ჩემსავით არ ვიცი მე ვიცინი და მგონია ლუციფერს ვემხრობი, რომელიც ჩემზე მეტ რწმენას ფლობს. შენს მიმართ. შენ რეჟისორი ხარ ამ ცხოვრების და ხანდახან შესწორებებს თუ შევითა სცენაში, მაპატია ერთ უგუნურ შენ შვილს. გესმის ღმერთო, ღმერთო, ხო, სწორად გამოვთქვა შენს სახელს, შენი გვარიც გავიგე. თურმე მოთმინება ყოფილა, შენი გვარი რომელიც უცხოა ჩემთვის, ხალხმა დამაკარგია რწმენა, შენი ხმულმა ხალხმა და ანაფორს შემოცმულმა მღვდლებმა, მიშვერი ამ ხალხისგან, ამ პლანეტისგან დამიხსენი, მე შენ გიწამებ, ოდესმე, ხო, პირჯვარს არ ვიწერ, ესეც უნდა გითხრა, პლაგიატობა არ მჩვევია, ხორცი სულით როცა დაიფარება, მაშინ შევხვდებით ღმერთო, წვიმს ახლა, წვიმს თავს ხმა წვიმა, რომელიც შენი თვალებიდან მოდის. ტირი ღმერთო.